დავალება 36 ABC-დე მართკუთხედის BC გვერდზე მონიშნულია M-ი და N წერტილი ისე, რომ BM-ი უდრის M-ს, N-ს, ასე აგრეთვე. ამასთან ამით AM-ი და DN-ი წრფეები იკვეთება სადღაც K წერტილში, რას უდრის ABC-დე მართკუთხედისა და AK-დი სამკუთხედის ფართობების შეფარდება. Მოდი გამოვიყენებ აქ ესეთ ნახას. რადგან BM-ი, MN-ი და NC ერთმანეთის ტოლია, ეს პირობაშია მოცემული, შემიძლია აღნიშნოს ყველაფერი X-ით. ისევ MN იყოს X-ი, ხოლო რადგან BC ტოლია AD-ს, მართკუთხედია, და ამიტომაც მე გამოვსახავ მას 3X-ით. ერთი წამის სიმაღლეს არ გავაკეთებ არაფერს, უბრალოდ მაინტერესებს სამკუთხედში თუ გამსგავსების დანახვა შეიძლება, კერძოდ რადგან MN-ი პარალელურია AD-ს და იგი ქმნის მცირე სამკუთხედს, მათ აქვთ საერთო წვერო, მათ აქვთ პარალელური ასე ვთქვათ, მათ აქვთ პარალელური გვერდი MN-ი, რომელიც არის ასე ვთქვათ, სწორი AD-ში შესაბამისად, ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩავწერო მსგავსება სიმაღლეებს შორის. კერძოდ, აი ეს პატარა ასით აღნიშნული, აღნიშნავ. დიდი ასი, ასოთ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, ეს გაგრძელება უბრალოდ. ცდილობთ. სწორედ აი ეს დიდი სიმაღლე კადან დაშვებული მართვები AD წრფეზე არის დიდი ასი, აღნიშნავ ეს დიდი ასით და ჩავწერ მსგავსებას, კერძოდ აშ პატარა სამკუთხედისა ისე შეეფარდება დიდ აშს, უკვე საუბარია AK-დი სამკუთხედზე, როგორც MN-ი შეეფარდება AD-ს, ანუ 1/3-ს. ვავწერო ეხლა. ესეთი მნიშვნელოვანი ტოლობის ჩაწერა აუცილებელი. და შემდეგ როგორ გამოითვლება S-ი ABCD-ს, ABCD მართკუთხედის. ეს ტოლია 3X-ი, რომელიც აღნიშნე, გამრავლებული აშ დიდს, ეს დამავიწყდა, ეს ხო არის დიდ სიმაღლეს გამოკლებული პატარა სიმაღლე. ანუ დიდ სიმაღლეს, რო გამოვაკეთოთ ამ სამკუთხედის სიმაღლე, მივიღებთ CD გვერდს. მაგრამ აგრეთვე აქ არის ცნობილი ესეთი ტოლობა, დიდი აში უდრის 3H-ს. შესაბამისად 3X-ი უნდა გავამრავლოთ 3H-ს მინუს H-ზე, რაც იგივეა 2H. აი ეს არის S-ი ABCD-ს. რაც შეეხება S-ი AK-D, გამოითვლება ფორმულით 1/2-დი ფუძე, რომელიც არის 3X-ი და გამრავლებული სიმაღლე H დიდზე, რომელიც მცირე აშებით ჩაიწერება როგორც 3H. თუ გავაკეთებთ ამათ შეფარდებას, გამოვა, ეხლა ცალკე დავწერ, 3x6, 6x H შეფარდებული მოდი ერთი წამი მაშინად დავწერ. 9x და ეს ორიანი უნდა ავიდეს ზემოთ. X აშები წავა და გამოგვდის
12 შეფარდებული 9-სთან. რაც იქ შევგვეცავთ. 3-ზე იქნება 4/3. სწორია, კი ბატონო, 12. 3-ზე დავყავთ 4-ზე, ასევე. ანუ გამოვა, რომ ფარდობა და ის, რასაც გვეკითხება ამოცანა, უდრის 4/3. პასუხი B.